Georgia მოუწოდებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს მიიღო ნეუთოს არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში გამოქვეყნებული რეკომენდაციები და ყველა ვარიანტი განიხილონ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი ნდობის აღსადგენად. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში, მათ შორის განიხილონ ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდება. საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლიც ალაპარაკდა. ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ევროკომისარმა დეპუტატებს დეტალური ანგარიში გააცნო, რა ნაბიჯები გადადგა ევროპულმა გაერთიანებამ ოცნების რუსული პოლიტიკის საპასუხოდ და სიტყვით გამოსვლისას პირველად ახსენა ახალი არჩევნები როგორც კრიზისიდან გამოსავალი. დეზინფორმაციაზე ჩვენი პასუხი უნდა გავაძლიეროთ. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მოუწოდებთ ოფიციალურ პირებს სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ. უსაბართლოდ დაბატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ, ძალადობის აქტები უნდა გამოიძიონ და ანგარიშვალდებულება უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში. დებატები საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ სტრასბურგის ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა. ევროპელი დეპუტატების უმრავლესობა ოცნების წინააღმდეგ აღმასრულებელი რგოლის ქმედებით უკმაყოფილოა და ფიქრობენ, რომ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად უფრო პრინციპული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. დღეს გარეთ ცივა, წარმოიდგინეთ, გადიხართ გარეთ და იქ 6 საათის განმავლობაში დგახართ. სიცივისგან კანკალებ და გეშინია, რომ შესაძლოა პოლიციამ გცემოს უმიზეზოდ. სახლში დივანზე ოჯახთან ერთად ჯდომა ბევრად უკეთესია, მაგრამ მაინც ქუჩაში რჩები. ხვალ ისევ მიდიხარ ისე, როგორც ამას ბოლო 55 დღის განმავლობაში აკეთებ, რადგან გსურს შენი ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდეს. რას იგრძნობთ თუ იგივე კავშირი რამდენიმე თვიანი დებატების შემდეგ გადაწყვეტს, რომ შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ოდნავ გაურთულონ რეპრესიული რეჟიმის ჩინოვნიკებს თვითმფრინავით მგზავრობა. ევროკომისია რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. თბილისში გამგზავრება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და მსურველთა კოალიციით რეალური სანქციების ამოქმედება. ევროკავშირის საბჭომ ვერ შეძლო სერიოზული სანქციების მიღება. ინდივიდუალურად სახელმწიფოებმა მიიღეს ზომები, მაგრამ ჩვენ არა. და ზომები, რომლებიც მიღებულია, უაზროა. ქართველები ქუჩებში ევროპული დროშებით აპროტესტებენ. ევროპის ჯერად და ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას. ის რაც საქართველოში ხდება, სერიოზულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და ჩვენთვის. ანგარიშია პუტინი, ევროპა 1-0. თამაში ჯერ არ დასრულებულა. მოდით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ წავაგოთ. ევროპარლამენტარების აზრით, ბიძინა ივანიშვილისა და რეჟიმის ლიდერებისთვის ფინანსური სანქციების დაწესება არის ყველაზე სწორი ნაბიჯი, რისი გადადგმაც ახლა ევროკავშირს შეუძლია. სანამ ევროპა ფიქრობს, რუსეთი მოქმედებს, ამბობენ ევროპელი პოლიტიკოსები და მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს კაფიოდ მოითხოვონ რეჟიმთან საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება. I urge the EU leaders მოუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გახარია სასტიკად სცემეს. თავს დაესხნენ თავისუფალ ჟურნალისტებს. მათ შორისაა მზია ამაღლობელი, რომელსაც ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ევროპამ ამას უნდა უპასუხოს პასუხისმგებელი პირების, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებით. ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი, დამოუკიდებელი სამართლიანი არჩევნები ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. თუ არაფერს არ ვიზამთ, ქართველ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია. ევროკავშირმა უნდა გააჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს ამ რეპრესიებს. ქართველი ხალხი არ უნდა იქნას მათ წყალობაზე მიტოვებული, ვისაც ევროპული გზა ეზიზღება. ვირაგლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესკალაციისთვის? თქვენს ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს, არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში და ეს უნდა მისცეთ მათ. ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან და არ უნდათ რომ აწამონ. ნახეთ ხალხი, რომელიც აწამეს საქართველოში. მათ აქვთ უსაფრთხოდ ყოფნის უფლება, ხოლო თუ არა, მაშინ მსურველთა კოალიციაზე უნდა ვიმუშაოთ, რომელიც მიზნობრივ სანქციებზე იმუშავებს, მათ შორის თქვენს წინააღმდეგ. ევროპელი დეპუტატები ყურადღებით აკვირდებიან რეჟიმის რეპრესიებს და დეტალურად არიან ინფორმირებული, როგორ უსწორდება ოლიგარქის პარტია ოპონენტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ მოქალაქეებს. ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში არაერთხელ გაისმა რეჟიმის მძევლის, მზია ამაღლობელის სახელი და გვარი, როგორც საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ჟურნალისტის, რომელიც უკვე 11 დღეა ციხეში შიმშილობს.
I will not bow to this. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგივში მშილობ სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლება. მამაცი ქართული ჟურნალისტის შთამბეჭდავის სიტყვები გვახსენებს, როგორი სერიოზული ვითარებაა დღეს საქართველოში. ის დგას ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მე კი ვდგავარ მასთან და ყველა შესანიშნავ ადამიანთან ერთად თბილისსა თუ ბათუმის ქუჩებში. და უბრალოდ ვიტყვი, დღეს მე ქართველი ვარ, როგორც მზია ამაღლობელი ამბობს. დღეს ეს მე ვარ, ხვალ შეიძლება იყოს ნებისმიერი. ერთადერთი რამ, რაც ბოროტების ტრიუმფს სჭირდება არის ის, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი გააკეთონ. მოდი არ დავაღალატოთ საქართველო. სხდომათა დარბაზში სიტყვით გამომსვლელებს შორის ძირითადად ის ევროპარლამენტარები იყვნენ, ვინც საპარლამენტო არჩევნებს ადგილზე აკვირდებოდა და საკუთარი თვალით ნახა, როგორ ჩაატარა ქართულმა ოცნებამ რუსული სპეცოპერაცია. მათ შორისაა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანტონიო ლოპეს ისტურიზი, რომელმაც კოლეგებს და ევროკომისიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ყველაფერი ნათელია. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ხალხს, ვინც არჩევნები მოიპარა, ეს გავუვიდეთ. ეს განგაშის ზარია, ბატონებო. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველი ხალხის გვერდით და მოვითხოვოთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ისევე როგორც ახალი სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების დანიშვნა. ჩვენ ვერ დავტოვებთ ქართველ ხალხს პუტინის ამარა და მკაფიოდ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ხალხს, ვინც ქუჩაში იბრძვის. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე მე როგორც ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, ასევე ჩემმა კოლეგებმა დავაფიქსირეთ სერიოზული დარღვევები, მათ შორის ზეწოლა ამ მრჩეველზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და თავდასხმები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. ყველაფერი ეს აზიანებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპს. თუმცა რაც ჩემთვის სრულიად ახალი იყო, ეს არის სათვალთვალო კამერების გამოყენება ყველა საარჩევნო უბანზე. 35 ქვეყანაში ვყოფილი ვარ დამკვირვებელი, მაგრამ ეს ჩემთვის რაღაც სრულიად ახალი იყო. მსგავსი რამ მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს. დებატების შემდეგ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე საგანგებო რეზოლუციასაც მიიღებენ. ევროპის წამყვანი პოლიტიკური ჯგუფები ჯერ საკუთარ პროექტებს შეიმუშავებენ, შემდეგ კი საერთო ტექსტზე შეთანხმდებიან. საბოლოოდ კი დოკუმენტს თებერვალში უყრიან კენჭს.